მე ვარ გოდერძის ჩანქსელიანი პარლამენტის წევრი და რა გაინტერესებს? არის მილიონერი. რამდენის დამჭირდება, იმდენი მექნება. რატომ ხართ ბატონო ანტონ დეველოპერი? არა, მე დეველოპერი, მე ვარ პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი როდიდან გახდით ბატონო ანტონ? როდესაც გავხდი 2020-დან. თქვენ უფრო გჭირდებით ოცნებას თქვენი ფულით თუ თქვენ უფრო გჭირდებათ ოცნება თქვენი მშენებლობებისთვის? 8 სართულიანი უნდა ყოფილიყო და 11 სართულიანი გახდა. დეპუტატი რომ ხართ თქვენი გავლენების სამსახურებაა. მილიონერებისა და სპორტსმენების პარლამენტში ყველაზე ლეგიტიმური კითხვების დასმამ დეველოპერი და ჩემპიონი დეპუტატების ლიდერი წყობიდან გამოიყვანა. რასაც არა, შენობით ნუ მომართავ. თქვენს კოლეგებს მიმართეთ შენობით. მე უზრდელი არ ვარ. რასაც თქვენზე ვერ ვიტყვით. ამ კაცს ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტი ანდეს. მან აიღო საკუთარ თავზე თავისუფალ მედიასთან ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნაც. აღარ შემიძლია კითხვის დასმა? კითხვის დასმა შეგიძლია. რითი დამშით? რითი დაგჯი და ემთხვია. ხახრეთ. ტიტუშკებს ხوار გამომიგზავნით ისე? არა. ზუსტად იცი, ვინ დაგარტყა? რა გააკეთე? წადი და ითანამშრომლე. მე მივიჭებით მაგას? ჩვენ მოვყევით ეთერში, რაც ვიცით. და თქვენი პოლიცია რატო არ იძიებს თქვენი საგამოძიებო უწყებებით? არა და ეს კაცი პროფესიით იურისტია. ამიტომ ვახსენებთ ფაქტებს. ნიღბიანი ტიტუშკების თავდასხმამდე სიცოცხლის მოსპობით მისი გამოგზავნილი ადამიანებიც რომ გონუქრებოდნენ. ეს კი არა დედას მოგიტყვა მარტავაგე. უნდა დარასტები ხარ, უყალა მადმო. არა და მამუკა მდინარაძესთან კითხვები არ გქონია და არც ინტერვიუ გითხოვია. მან თავად მოისურვა შაბათის ეთერში გამოჩენა. მდინარაძე კამერის ობიექტივში მას შემდეგ შემოვიდა, რაც მოგვისმინა, რომ სამშენებლო ბიზნესში ჩართულ მის თანაპარტიელებს ვეკითხებოდით, როგორ ლობირებენ დეველოპერულ ბიზნესს პარლამენტიდან, რომ კიდევ უფრო მეტი ფული იშოვონ. ირაკლის კი არ ვიცავ, ჩემ თავს ვიცავ და ვიცავ ამ სამსახურის პრესტიჟს. ამ ინსტიტუტის პრესტიჟს. ამ ინსტიტუტის პრესტიჟია? მე არ ბოდიში მაგაზალია. ირაკლი კირცხალია მამუკა მდინარაძის თანამოაზრეა. ქართული ოცნების ლიდერი ზოგჯერ მას სპიკერობასაც ანდობს. ბიზნესმენი პარლამენტში პირველად 2023 წელს პარტიული სიის მონაცვლეობისას შეიყვანეს. კირცხალიას ბიოგრაფიაში მანამდე არსებული სამუშაო სტაჟი არ ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში ის მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო კომპანიებში მიღებული გამოცდილებით მივიდა. თქვენთან როგორც დეველოპერთან ისე მაქვს შეკითხვები, ანუ შეთანხმება მესეჯბოქსის არ გჭირდებათ ლიდერებთან? შეგეშალოთ. თქვენს მშენებლობაზე უნდა გკითხოთ. ეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი გობრონიძის ქუჩაზე ირაკლი კირცხალიას კომპანიამ აშენა. ბინებიც გაყიდა და მოგებასაც ალბათ უკვე ითვლის. თავდაპირველად კორპუსი 8 სართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა აშენდა 11. თქვენ არ იყენებთ თქვენს დეპუტატის გავლენებს იმისთვის, რომ 8 სართულიანი კორპუსი 11-იანი გახდეს, ხო? ქართული ოცნების წევრს კორპუსისთვის სართულები რომ დაეშენებინა, კალაძემ შეთანხმება გაუფორმა. ამ შეთანხმების თანახმად ცენტრპოინტის დაზარალებულების დასახმარებლად კირცხალიას კომპანიას $260,000 უნდა ჩაერიცხა. ანუ ოცნების დეპუტატს 3 ბინის ფასად მერიამ ამ კორპუსში 3 სართულის დამატების უფლება მისცა. ჯერ გითხრეს 4 სართული უნდა იყოს, რომ მე 8 სართულიო და ნუ ეხლა ჩვენ 11 გამოვიდა. ვერც შევეწინააღმდეგეთ და ვერც ვერაფერი ვერ უთხარი. ჩვენ სადაც ვცხოვრობთ უკან პატარა დამრეცია და ჩაწეულია მიწა და რაღაცა და ეხლა ამხელა კორპუსია ამ იმაზე რა ვიცი. რო ვიციულო რას ვიზამ. ვერაფერსაც ვერ ვიზამ. ეხლა ვინც ამის ნებართვას აკეთებს და ამხელა კორპუსს აკეთებს, ეხლა ფინანსურად ხო ის უფრო ძლიერია ეხლა და თავისუფლად შეუძლია იმისი გაკეთებაც, რომ ჩემი დაწერილი საჩივარი საერთოდ არც გამოჩნდეს არც. მშენებელ კომპანიას რომ გავლენიანი მფარველები ყავს მუხიანში ამას მარტივად ხვდებიან. რადგან დასახლება დაბალი ინტენსივობის ზონაა და აქამდე ტერიტორიაზე მხოლოდ კერძო სახლები იდგა. პროპორციები ქართული ოცნების დეპუტატისთვის დაირღვა. სულ თავიდან გვეუბნებოდნენ რაგბის სტადიონის კოტეჯები ნაშენებული, პატარა კოტეჯები. ნუ იმიტომ რომ კერძო სახლებია აქ გარშემო. და სკვერი აღარ გაკეთეს და კორპუსი აგვიშენეს. გაჩერდა. ეხლა რელიეფური მდგომარეობაც ისეთია, რა ვიცი, სულ არ მეგონა ეხლა კორპუსი აშენდებოდა საქართველოში. ვიღაცა რომ ჩემნაირი გლეხი არ იქნება ამ ხელა კორპუსის ამშენებელი, ეკი ვიცი. ტერიტორია გობრონიძის ქუჩაზე, სადაც ქართული ოცნების წევრმა ეს საცხოვრებელი კომპლექსი აშენა, სახელმწიფო საკუთრება იყო. 2021 წელს ქონების მართვის სააგენტომ მიწა გასაყიდად 942,000 ლარად გამოიტანა. აუქციონი არ შედგა. ამის შემდეგ უკვე 2022 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტრომ კორპუსების ასაშენებელი მიწა ნახევარ ფასად გაყიდა. ირაკლი კირცხალია უკვე ქართული ოცნების საპარლამენტო სიაშია.
სავარაუდოდ სწორედ ამიტომ ქონება სახელმწიფოსგან ჯერ შუამავალ კომპანიაზე გადაფორმდა. 5 თვეში 2022 წლის 17 ნოემბერს კი კირცხალიას კომპანიაზე. შუამავალი ოცნების დეპუტატის მამის ბიზნეს პარტნიორი იყო. მიწა მერიისგან 473,000 ლარად სწორედ მან შეიძინა და 5 თვეში იგივე მიწა დაახლოებით 5-ჯერ უფრო ძვირად ირაკლი კირცხალიას მიხიდა. ჩნდება კითხვა, თუ ამ ქონების ღირებულება 2 მილიონს ცდებოდა, მაშინ რატომ მიხიდა სახელმწიფომ ოცნების დეპუტატს ასე იაფად? რამდენად ყიდით? გააჩნია ბინას, რა ვიცი, ზოგი აი საიდან იწყებოდ? 940-დან ვიწყებთ. და ყველაზე ძვირი? ყიდით მუხიან შევიცოდეთ რა. ყველაზე ძვირი? ყველაზე ძვირი გვა $1100. პრივილეგიები ოლიგარქის პარტიის მსახურს მხოლოდ თბილისის გარეუბანში არ მიუღია. ირაკლი კირცხალიამ სამთავრობო ბენეფიტებით ისარგებლა დედაქალაქის ისტორიულ ნაწილშიც. იქ სადაც რიგითი მშენებლისთვის რამე სახის ნებართვის მოპოვება თეორიულადაც წარმოუდგენელია. თქვენი ხო, კირცხალიასგან გაქვთ ხო იჯარით აღებული? ეს სასტუმრო ირაკლი კირცხალიას საკუთრებაა და მთაწმინდაზე ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. სასტუმრო ვისტას წინ ახალი ნაგებობა გზის პირას, რომელიც ტროტუარს ემიჯნება, ცოტა ხნის წინ გაჩნდა. კაფე გალერეის მშენებლობის უფლება კირცხალიას ასევე კახა კალაძემ სპეციალური ბრძანების გამოცემით 2022 წლის 26 იანვარს მისცა. ირაკლი კირცხალია ამ დროსაც ოცნების საპარლამენტო სიაშია. ისედაც ძალიან პატარა ტერიტორია არის, 511 კვადრატი არის ჯამში და ეს ერთადერთი ადგილი იყო, რომელიც შეიძლება გამწვანებული ყოფილიყო იმ ტერიტორიაზე. კახი კალაძე მიიღო გადაწყვეტილება მერმა გაეკეთებია დეპუტატისთვის და მათი გუნდის წევრისთვის ირაკლი კირცხალიასთვის სპეციალური ზონალური შეთანხმება. როდესაც ხალხს არბევენ და ჩუმად ხარ, როდესაც შენი ოჯახის წევრები აქციაზე დგანან და არ იმჩნევ. როდესაც შვილების თაობას ხარება სპეცრაზმი თავპირს ულეწავს და შენ ამართლებ. რა ღირს ეს ყველაფერი? ამ კითხვაზე პასუხი სესიაზე ერთხელ დასწრებითად შეიძლება მიიღო. ეს ადამიანები ამ დარბაზში კანონების საწერად არ მოსულან. ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას ბიზნესმენი დეპუტატები ან სოციალურ ქსელს ქროლავენ, ან ერთმანეთს ართობენ. განსახილველი დოკუმენტი არათუ არ გადაუშლიათ, წინაც კი არ უდევთ. თავარი რაც უნდა გააკეთონ, ზუსტად იციან. მწვანე და წითელი ღილა კი ერთმანეთში არ უნდა აერიოთ. მიიღეთ კანონები? ხარი დაუჭირეთ ხო ალბათ? კი ბატონო. გოდერძი ჩანგსელიანი ოფიციალური მილიონერია. მისი და მისი ოჯახის წევრების ბიზნეს აქტივები 50 მილიონს აჭარბებს. ბატონი ჩანგსელიანის კანონშემოქმედებითი საქმიანობა და პოლიტიკური განცხადებები 8 წელია არ გვინახავს. რა სარგებელს იღებს საკუთარი ბიზნესისთვის პარლამენტში ყოფნით და რეჟიმისადმი სრული მორჩილებით. მე ვარ გოდერძი ჩანგსელიანი პარლამენტის წევრი. კიდე რა გაინტერესებს? არის მილიონერი, ხო სწორია? რა უნდა მილიონერს პარლამენტში? თქვენ წაგართვით რამე? რა უნდა მილიონერი? ბიზნესს ამე წავართვით? მილიონები წესიერის შრომით იშოვება, ბატონ გოდერძი მასწავლეთ. ბიზნესით იშოვება. ბიზნესით იშოვება მილიონერი. მასწავლეთ, როგორ გავაკეთო ეს? ეს თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი, მე არა ვარ ვალდებული თქვენ გასწავლოთ. კი ბატონო. ვისაც საჭირო მაგას ვასწავლოთ. გოდერძი ჩანგსელიანის გზამ პოლიტიკამდე პოლიციაზე გაიარა. შევარდნაძის ხელისუფლების დროს ის ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი იყო. სააკაშვილის მმართველობის დროს ბიზნესში წავიდა. ივანიშვილის მმართველობის დროს კი პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. თუ შეიძლება ძალიან დიდი და მხურვალე ტანშით, ბატონი გოდერძი ჩანგსელიანი ბოდიში. ყველაფერი ფქვილისა და პურის ბიზნესით დაიწყო. ახლა უკვე ქვეყნის დეველოპერული ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეცაა. რაში გჭირდებათ პარლამენტი? ეს ჩემი გადასაწყვეტია, რატომ მოვედი პარლამენტში. არა, რაში გჭირდებათ? იმიტომ მოვედი, რომ ნაციონალურ პარტია ვარ გაძლიერებულიყო და მე ერთი აგური დავდები ამისთვის. თქვენ ამისთვის დადეთ? კი ბატონო. რას აკეთებთ პარლამენტში? რაც საჭირო არის, რაც ჭირდება ჩვენ ყველას. ბიზნესის ლობირების გარდა რას აკეთებთ? აი თქვენ ასეთ კითხვებს ვსვამთ ჩემთან და რა შემიძლია რომ პასუხი არ გაგცეთ და კარგად იყავით. ეს კლდანი ინია. საცხოვრებელ კომპლექს მეტრო ახმეტელის მიმდებარედ გოდერძი ჩანგსელიანი აშენებს. არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ამაყობს, რომ ინდეველოპმენტ კლდანის ერთ-ერთი მეწილე რუსეთის მოქალაქე და უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი ვახტანგ კარიჭაშვილია. რომ არ იყოთ კარიჭაშვილის და უჩა მამაცაშვილის პარტნიორი შესაბამისად გექნებოდათ ეს კარიჭაშვილს აქვს თავის საქმები, ბიზნესმენი ეს ადამიანი. კი ბატონო, მე რა? რუსეთის მოქალაქე. ძალიან კარგი, მე უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი. კი ბატონო, ძალიან რა პრეზიდენტი. რამდენად გაძლიერებთ ეს ნაწილი თქვენ ბიზნესში? მე ძლიერად ვიყავი და ვარ ძლიერად. კლდანის ცენტრალური ნაწილი, მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ბინების რეალიზაციისთვის საუკეთესო ლოკაციაა. თუმცა სატრანსპორტო კოლაფსი აქ ისედაც სახეზეა და ახალი ნებართვის მიღება მერიის მხრიდან მარტივი არ არის. ბევრი მანქანა არ ივლის? ამ ხელა კომპლექსი რომ დაემატება? კი, რა თქმა უნდა. მარტო აქ კი არა, ყველგან შეიძლება.
გოდერძი ჩანქსელიანისთვის ბიუროკრატიული ბარიერები არც აქ და არც სხვა სამშენებლო მოედნებზე არ შექმნილა. მეტიც, ოცნების ხელისუფლებამ, ოცნების დეპუტატ, სოლიდური ჯარიმები, 2.600.000 ლარი ბევრილი ჯგუფის, 2.800.000 ლარი კი გრანდე ჯგუფის შემთხვევაში უბრალოდ ჩამოაწერა. ოლიგარქის მთავრობის მიერ სასათბურო პირობებში მყოფ მილიონერს მისი ფარული გარიგებების გამომზეურება რა თქმა უნდა არ უნდა. შესაბამისად არ სჭირდება ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედიაც. ჩვენ ვჭირდებით ყველა ერთმანეთს. რისთვის? რას აკეთებთ ახლა? რო გავაზიაროთ და თქვენ რო არ მოხვიდეთ და თქვენი სამი რო არ იყვნენ საერთოდ ქვეყანაში. დამაკვალსახია? კი, გადასწორებული. აბა გაიხარეთ. გოდერძი ჩანქსელიანი, რომელიც პრაქტიკულად კორპუსებს მთელი თბილისის მასშტაბით აშენებს, თბილისის ყველა რაიონში, სახმეტელის მეტროსთან, სადაც უმძიმესი ვითარება მაინც მისცეს უფლება, რომ ესეთი მასშტაბური მახინჯი მშენებლობები აწარმოოს იქ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილთან და მის საყვარელ დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებული პირი. ბიძინა ივანიშვილი სამშენებლო ბიზნესშია ფაქტიურად წასული და არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე იცის, რომ მას ამდენი კონკურენტი ყავს პარლამენტში. თბილისის შუაგულში ეს ტერიტორია ოცნების კიდევ ერთი მდუმარე დეპუტატის ოჯახს ერგო წილად. ლაღიძის ქუჩაზე კლდის პირას კორპუს ბეჟან წაქაძის შვილის კომპანია აშენებს. მშენებლობის დაწყებამდე სანაპიროდან კარგად ჩანდა აგურის უძველესი კედელი, რომელიც მე-19 საუკუნის შუა პერიოდით იყო დათარიღებული. ხედი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბოლომდე ინარჩუნებდა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ელემენტებს. ისტორიული ფრაგმენტი წაქაძის შვილის კომპანია ნიუ ჰაუსმა ერთ ღამეში დაანგრია. რომ არ ყოფილიყო თქვენი გავლენები, როგორ ფიქრობთ, შეძლებდით იმ კედლის მონგრევას, რომელიც ისტორიულ სახეს აძლევდა ქალობას? მოინგრა ის ჯერ ერთი და მეორე მეორე იქ აიღო ვალდებულება. რომ მოინგრა მაგას გეკითხებით, ხო? ვალდებულება ხო იგი იყო? ვალდებულება არ შეინარჩუნდა. ყველა ექსპერტებმა დაამტკიცეს არ შეინარჩუნდა. ის ანალოგიურ არ შეინარჩუნდაში რას გულისხმობთ? 2 საუკუნის არ შეიძლებოდა შენარჩუნება? რა თქმა უნდა. და იგივე კედელი გაკეთება. თავიდანვე პირობად რომ იყო ჩადებული, მაშინ არ ქონდა შემოწმებული? ყოფილი სამხედრო დანიშნულების შენობა და შეულახავი აგურით ნაგები ფასადი. ამ შთამბეჭდავი სანახაობის შენარჩუნება იყო ერთადერთი პირობა, რომლის სანაცვლოდაც არალეგიტიმური პარლამენტის წევრის კომპანიას მშენებლობის ნებართვა მისცეს. წაქაძეები ამ პირობას დათანხმდნენ, თუმცა მაშინვე დაარღვიეს, როგორც კი მერიისგან მწვანე შუქი აენთოთ. მას მისცემდნენ ამის უფლებას, თქვენ რომ არ ყოფილიყავით? ისტორიული ნაწილია. არავითარ ისტორიული ნაწილი, არავითარ ისტორიული ძეგლის არ იყო, არის ჩვეულებრივი. მეოთხე კატეგორიის იერსახე იქნება გათილებით უკეთეს. თბილისში რაც ობიექტია, რომელ რაიონში ყველა ვიცი, იმიტომ რომ 30 წელიწადი ამ სფეროში ვარ. დეველოპერს რა უნდა პარლამენტში? ბიზნესმენები საერთოდ პარლამენტში არიან, პრეზიდენტებიც არიან, პრემიერებიც არიან და ძალიან ბევრი ადამიანებია. თქვენ პარლამენტში ბევრი ხო არ ახართ დეველოპერები და ბიზნესმენები? არ არიან, ბევრი არ არიან, ზოგადად არ არიან. კახაკალაძემ ამ უნიკალურ ადგილას საკუთარ თანაგუნდელს ფაქტობრივად 6 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უფლება მისცა. თბილისის უძველეს უბანში წაქაძის კომპანიას პირვანდელი შენობის პარამეტრებზე კიდევ 2 სართულისა და ტერასის დაშენება შეუძლია. ამ ნებართვების გაცემისას წაქაძე ოცნების დეპუტატია. ჩემი შვილია ჩართული მაგაში, რომელიც 17 წელია მაგ ბიზნესში და რა უნდა იყოს გასაკვირი, რომ 5 წელიწადში ერთი კორპუსი აშენდეს. კახაკალაძის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე ოცნების ვერცერთი დეველოპერი დეპუტატი ვერ მიიღებდა იმას, რაც მათ ჯიბეს დედაქალაქის იერსახის დამახინჯების ხარჯზე ბოლო წლებია ასე ინტენსიურად ასქელებს. ყველა ნებართვა მერის ხელში გადის და მისი დასტური რომ არა, დედაქალაქში უბრალო ხობის მოწყობაც კი შეუძლებელი იქნებოდა. ყველაზე დიდი ფულის შოვნის შესაძლებლობას იძლევა ჩვენი ქალაქის განადგურების და დამახინჯების ხარჯზე არასწორი დანაშაულებრივი ნებართვების გაცემა და ვხედავთ რომ რა თქმა უნდა ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირების მოზღვავება არის ამ სექტორში, იმიტომ რომ კახაკალაძე აძლევს მწვანე შუქს ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა ამის სანაცვლოდ თავად აძღებულობს კონკრეტულ სიკეთეებს ბჭყალებში და პარტია აძღებულობს შემოსავალს აქედან. რუსული ამოცანების შესასრულებლად მწვანე ღილაკზე ხელის დამჭერი ადამიანები პარლამენტში მარტო დარჩენილ ოცნებას ყველაზე მეტად სჭირდება. ის კარგად ჩანს სასესიო დღეებში, როდესაც ქვორუმის შესავსებად მდუმარე დეპუტატები დარბაზში უმეტეს დროს ტელეფონზე საუბარსა და საკუთარი ბიზნეს საქმეების მოგვარებაში ატარებენ. კენჭისყრის დასრულებისთანავე კი შენობას უსწრაფესად ტოვებენ. ბატონ გიორგი არ არის? არა მოbrunდება? არ ვიცი. აქ არ მოდის ხოლმე. არ მოდის ხოლმე? წავიდა უკვე თუ იცი?
აქ არ შემოსულა და არ დაბრუნებულა ხო? გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად, მადლობა. უცებ გითხავთ რა. არა. ანტონო ბოლაშვილი ოცნების დეპუტატის მანდატს უკვე მეორედ დაეუფლა. 2020 წლამდე ბიზნესმენი იყო. ახლა ფიქრობს, რომ პოლიტიკოსია. არა, მე დეველოპერი, მე ვარ პოლიტიკოსი. ბიზნესმენი. თუ დეველოპერს ვინ მიაკეთებს, მიმართე კომპანიას. პოლიტიკოსი როდიდან გახდით, ბატონო ანტონო? როდესაც გავხდი 2020-დან. 2020-დან გახდით და დაანებეთ დეველოპერობას თავი ბიზნესმენობას? არა, საერთოდ არ. ზუსტად მაშინ, როდესაც ბიზნესმენმა პოლიტიკოსობა გადაწყვიტა, მისი კომპანიისთვის თბილისის აკრებულომ 559 და 352 განკარგულებები გამოსცა. გიორგი ტყემალაძის ხელმოწერილი დოკუმენტებით ობოლაშვილის კუთვნილ Wellhouse Developments ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ შეთანხმება გაუფორმდა. ეს ქავთარაძის 22 ნომერია. სწორედ აქ შენდება ანტონ ობოლაშვილის კორპუსები. 217 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალო შუაგულში და 2000 კვადრატული მეტრის აოფისე ფართი უკვე დასრულებულია. ახლა ობოლაშვილმა უფრო მასშტაბური მშენებლობა დაიწყო. ოცნების დეპუტატი ამჯერად კიდევ უფრო გრანდიოზულ პროექტს 22 სართულიან ველიტა ქავთარაძეს შეეჭიდა. გაორმაგებული კოეფიციენტით აშენებს რა ზონაც დასაშვები იყო, რა მოცულობა დასაშვები იყო თავის დროზე იმ ტერიტორიაზე, მას შემდგომ რაც ეს კომპლექსი და მიმდებარე მშენებლობები და კომპლექსების აშენება დამთავრდება, იქ ძალიან რთული ვითარება გვექნება ურბანული თვალსაზრისით, სატრანსპორტო თვალსაზრისით, კომუნიკაციების თვალსაზრისით. მოგება კიდევ უფრო იზრდება, როდესაც კოეფიციენტი ორმაგდება. ანუ იმაზე მეტი სართულის მშენებლობის უფლებას გაძლევენ, ვიდრე დაშვებულია. ანტონო ბოლაშვილის დაინტერესების შემდეგ ტერიტორიას, რომელსაც 2018 წელს 3.5 კოეფიციენტი ჰქონდა, ახლა 5.9 აქვს. კომპანიასთან მიმართებაში რაც კი კითხვები გაქვთ, მივართეთ კომპანიის ხელმძღვანელობას, მენეჯმენტში არ ვარ ჩართული. თუმცა მე რომ დამჭირდეს მომცემენ ბატონო ანტონო, მე ვარ თუ ას დამეხმარებით მიშუამდგომლე. არ არის საჭირო. ოცნების დეველოპერები წარმატებით იშველიებენ კანონს, რომლის მიხედვითაც ბიზნეს წილებს სამართავად თითქოს და სხვას გადასცემენ. რეალურად კი არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მომგებიანი აქტივები ისევ გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენების ხელშია. მოდის ბატონო შოთა აქ? მოდის როგორი თვეში ერთხელ. თვეში ერთხელ მაინც, იმიტომ ის მანქანა რაც მაგას ემსახურებოდა, იმ მანქანით უკვე ის მიშველებდა. სამშენებლო ობიექტზე ახლა ოცნების კიდევ ერთ პარლამენტარზე გვიყვებიან. შოთა ბერეკაშვილი ახალბედა და თან არაღიარებული დეპუტატია. ერთადერთი ადგილი, სადაც მის ლეგიტიმაციას საფრთხე არ ემუქრება, საკუთარი მილიონებიანი ბიზნესი გახლავთ. თუნდა გამექცეთ ისა? აი, გზაში გკითხავთ, არ გაგაცდეთ. თქვენ ხო ერთად კარგად ათავსებთ ბიზნესაც და პოლიტიკასაც და ჩემთვის პასუხების გაცემა არ გაგიჭირდებათ, ჩემი აზრით. 50 წლის ბერეკაშვილი დეპუტატის სავარძელში 2024 წლის არაღიარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხვდა. მანამდე სადეპუტატო მანდატს მისი ოჯახიდან ცოლის და ბაია კვიციანი ფლობდა. ბერეკაშვილი სასესიო დარბაზში შემოსვლამდეც დეველოპერი იყო და ახლაც ასეა. თუმცა ბოლოდროინდელი მთავრობის გადაწყვეტილებები მის ბიზნესს მხოლოდ წაადგა. ეს ნაფეტრებისკენ მიმავალი გზაა, რომლის ფერდობებსაც ისტორიულად ლანდშაფტურ-რეკრეაციული სტატუსი ჰქონდა. 2019-დან კი სატყეო ზონის სტატუსიც დაემატა. რაც კიდევ უფრო მკაცრი ზონაა და დეველოპერებისთვის ხელშეუხებელს ნიშნავს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ახლა ამ ფერდობების დიდი ნაწილი ოცნების დეპუტატის კუთვნილი კომპანიის სამშენებლო პოლიგონად არის ქცეული. არადა რელიეფით შეფასებულია როგორც გეოლოგიური საფრთხის მაღალი რისკის შემცველი. და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. აი ეს ფერდობები რო არის, ნახეთ, აი თითქმის ჩამონგრევის პირას. ეს პრობლემა არ არის მშენებლობისთვის? საბორი უკეთდება შემდეგ რა. რა უკეთდება ბოდიში? ბეტონის საბორი. ბეტონის და ანუ დაამაგრებს ეგ? ხო, არ იქნება პრობლემა. ნაფეტრებში 103.453 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებულებსა და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანიას თანასაკუთრებაში გადაეცათ, 2023 წელს გაიმიჯნა და ამ კეთილშობილური საქმიდან დაზარალებულებს მხოლოდ 22.378 კვადრატული მეტრი და მიწისქვეშა ბინები ერგოთ. დარჩენილი ფართების დიდი ნაწილი კი ისე მოხდა, რომ 2023 წლის ნოემბრიდან შოთა ბერეკაშვილის კომპანიაზე გაფორმდა. სავარაუდოდ ოცნების დეპუტატის განკარგულებაში გადავა 91.065 კვადრატული მეტრი მიწის ფართობიც.
გეოლოგიური საფრთხეებია, თქვენ იღებთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობას, რომ რამე უბედურება მოხდეს ბატონ შოთა? რომ არ გაქცეულიყო შოთა ბერეკაშვილისთვის უნდა გვეკითხა, როგორ მოხდა, რომ საკრებულოს ბოლოს ხდომაზე ძოწის ქუჩაზე არსებული ფართობებიც რატომღაც ოცნების დეპუტატის კომპანიას გადასცეს. აქაც საფუძვლად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების სურვილი დაუდეს. ამდენ ჩართული ხარ თქვენს ბიზნეს საქმიანობაში? არა ვარ მე ჩართული. თვითონ რომ გადაწყვიტოს ხოლმე მაია? აი, როგორ ჩხუბები? მე არ გაჩხუბებით, უბრალოდ ხისი მითითება გჭირდებათ? უფრო გამოცდილი პოლიტიკოსები გეუბნებიან რა უნდა გააკეთოთ. ბატონ შოთაზე გამოცდილი ხართ. მაია ბითაძე ახალბედა კოლეგას ასწავლის, რომელ მედიას უნდა უპასუხოს კითხვებზე და რომელი ჟურნალისტები უნდა უყვარდეს. 2000 ბოლო ნებართვებს გულისხმობ, ნაფეტრებში რასაც აკეთებთ ბატონ შოთა. პრობლემაა არა, ამ ქვეყანაში პრობლემაში. ცხოვრება, თქვენ ვერ ცხოვრობთ, ამ ქვეყანაში პრობლემა გაქვთ. არა და ქალბატონი მაიას აზრით საინტერესო იქნებოდა. თბილისის ვიცემერი იყო და სიამოვნებით ვკითხავდით, როგორ ყიდდა შოთა ბერეკაშვილის საცხოვრებელ ბინებად ფართებს, როდესაც ნაგებობას ჯერ კიდევ სპორტული კომპლექსის სტატუსი ჰქონდა. სპორტ კომპლექსის საერთო საცხოვრებელი ყოფილიყო და აშენდა ჩვეულებრივი. ხო, აღარ ჭირდება ამას ამხელა, იმიტომ რომ აქ სხვა ადამიანები. ვინ გადაწყვეტა ეგ რო არ ჭირდება? თქვენ გადაწყვეტეთ. სპორტ კომპლექსის მფლობელი ან გვატყუებს ან არ ახსოვს, როგორ ყიდდა შოთა ბერეკაშვილი ბინებს მაშინ, როცა ნაგებობა დოკუმენტებში ჯერ კიდევ სპორტ კომპლექსის ნაწილი იყო. ეს ბერეკაშვილის კუთვნილი თეთრი კვადრატის 2022 წლის 14 ივლისის განცხადებაა. აქ შავით თეთრზე წერია, რომ დანელიას 12 ნომერში საცხოვრებელ ბინებს ყიდიან. არა და ჩვენს ხელშია დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის საკრებულო მხოლოდ 2022 წლის 7 ოქტომბერს, ანუ ამ განცხადებიდან 3 თვის შემდეგ დაამტკიცა, რომ მითითებულ მისამართზე სპორტ კომპლექსის ნაცვლად საცხოვრებელი ბინა იქნებოდა. ისე გაყიდა სხვათა შორის თეთრმა კვადრატმა საიტის განთავსების შემდგომ მოხდა მხოლოდ საკრებულოში წარმოდგენა და წინასწარ იყო დარწმუნებული, რომ მიიღებდა კორპუსების ჩადგმის უფლებას. შოთა ბერეკაშვილის როგორც მშენებლის ისტორია რუსეთიდან იწყება. ის ახლად საქართველოსთან ერთად რუსეთის მოქალაქეცაა. რუსული პასპორტი არც მაშინ დაუთმია, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის ბრძოლაში ჩაერთო. რუსეთში შოთა ბერეკაშვილის სამშენებლო კომპანია კვადრატის დამფუძნებელი იყო. რუს რეესტრის მონაცემებით კომპანია კვადრატი მოსკოვში აგვისტოს ომიდან 2 თვეში 2008 წლის 10 ოქტომბერს დარეგისტრირდა. საქართველოს პარლამენტის წევრი რუსეთის მოქალაქე რატომ უნდა იყოს ეს მაინტერესებს მხოლოდ მტერი სახელმწიფოა თქვენთვის რუსეთი? 100,000 კაცზე მეტი აქვს ორმაგ მოქალაქეობა საქართველოში. 100,000 კაცზე მეტი. საქართველოს და რუსეთის მოქალაქე. ისინი მტრები არიან? ეს ინტერვიუ შაბათის ეთერმა შოთა ბერეკაშვილთან რამდენიმე თვის წინ ჩაწერა. მაშინ ჩვენ მის რუსულ კავშირებს ვიკვლევდით. ამჯერად ბერეკაშვილი გაგვექცა და ვერ შევძელით რუსეთში ბიზნესის კეთების შესახებ კითხვები დაგვესვა. რამდენიმე თვის წინ კი თავს ასე იმართლებდა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთში ბიზნესი როგორ დაიწყეთ ეს მაინტერესებს? 2003 წელს ლონდონიდან გადავედი მოსკოვში ოჯახის თხოვნით. და 2008 წლის ომის შემდეგ მე რუსეთიდან ბიზნესის გამოსვლა დავიწყე. განკარგულებები, სპეციალური შეთანხმებები, მერისა და პრემიერის ბრძანებულებები, ეს ყველაფერი ოცნების დეპუტატებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. როგორც ჩანს, ეს არის საფასური მორჩილებისთვის, რომელსაც ორივე მხარე ურთიერთშეთანხმებით იხდის. ხშირად ნებართვების მიღების პროცედურას ფორმალურად გადიან, თუმცა კალათის უწყება თავისიანებს საბოლოოდ მაინც მწვანეს უნთებს. ტერიტორია ცირკისა და გმირთა მოედნის მიმდებარედ ოცნების მორჩილ გოჩაინუქიძეს ეკუთვნის. მისმა კომპანიამ არქი რივერსაიდმა 129 მეტრიანი ნაგებობის ჩადგმა აქ 2018 წელს მოითხოვა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში ამ სურვილს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. საბჭოს წევრებმა, რომლებიც ოცნების მიერ არ კონტროლდებიან, ღიად თქვეს, რომ შუშის ცათამბჯენის განთავსებით კნინდება გარემოში ძეგლის, ცირკის აღქმა. რომ მოცულობა გადაჭარბებული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან შეუსაბამოა, რომ გამოიწვევს ქალაქ გეგმარებით კოლაფსს და ასე შემდეგ. 2019 წელს მიღებული 2 უარყოფის შემდეგ ოცნების 4 გზის და ნაციონალური მოძრაობის 1 გზის დეპუტატმა ცათამბჯენს ფორმები შეუცვალა და კალაძეს ისე გაუგზავნა. ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი დამემტკიცეო. ვიზუალურად შედარებით მომცრო ესკიზმა მერიის თანხმობა მიიღო, თუმცა ენუქიძე როგორც ჩანს მასშტაბმა არ დააკმაყოფილა და მშენებლობის დაწყება არ უჩქარია. ახლა კი გაირკვა, რომ ცირკის გვერდით ოცნების პარლამენტარი ამ შუშის ურჩხულის წარმომართვას აპირებს. შუალედური პასუხი მერიისგან უკვე მიღებულია, ეს უარი არ არის, ეს მხოლოდ ტექნიკური დეტალების დაზუსტება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ რამდენიმე დღეში ან კვირაში საბოლოოდ
აი ამ მშენებლობაზე თანხმობას მიიღებს და ქალაქს მორიგი სიმახინჯე შეემატება. ბატონო ელია, გამარჯობა. 2 წუთს ზაგარცხმევთ. ესეც დეველოპერია და ესეც ოცნების არაღიარებული დეპუტატი. ამ სტატუსით შევიდა პარლამენტში და ახლა უკვე ოპოზიცია დაარქვეს. ოლიგარქის გუნდშიც ადგილი მემკვიდრეობით მამისგან ერგო. ხილა კი სულ მწვანე სჭირდება და კაბინეტიც კი ფრიდონ ინჯიას დანატოვარი აქვს. კაბინეტი არ შეგიძლიათ მამის კაბინეტში ხართ ხო ისევ აქ გეყავეთ. ილია ინჯია სამშენებლო ბიზნესშიც მამასთან ერთადაა უკვე წლებია. ერთად მიიღეს პროექტების სასურველი ცვლილებებიც ოცნების ხელისუფლების პირობებში. ინჯიებისთვის შეცვალეს ლანდშაფტური ზონის სტატუსი. ივანიშვილის ერთგული მამაშვილისთვის დაამატეს სასტუმროს ტიპის ნაგებობას, აპარტამენტების მშენებლობის ნებართვაც. მალევე გამოჩნდა ხელისუფლების უხილავი ხელის კვალიც. 629 კვადრატი უჩა მამაცაშვილს ხო დაწილად საკმაოდ მინიმალურ ფასში $1700 გადაეცა ასევე ჭანტორია ლადო ჭანტორიას 150 კვადრატი ორი ბინა ასევე სულხან პაპაშვილს და ასე შემდგომ უჩა მამაცაშვილისთვის გადაცემულ ფართებზე მინდა კითხო დაგძელებთ ურთიერთობას ისა მამაცაშვილთან არ გაძლევთ რატომ პასუხი არ გაგვცემთ ინტერვიუს არ მაძლევთ მეტროპოლის კორპუსში სწორად მოვედი ბაგებში წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს აშენებული კომპლექსი კომპანია მეტროპოლს ეკუთვნის. დასრულდა უკვე კორპუსი? კი, ასრულა. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ოცნების ერთგულებასა და მორჩილებაში გამოცდილი ისკო დასენიშვილია. მეტროპოლი 2022 წელს დასენის დეპუტატობისას დაფუძნდა და უკვე ქვეყნის მასშტაბით 7 პროექტს ახორციელებს. ბაგები, ლისი, ქავთარაძე, ორთაჭალა, მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი. ბათუმში ისკო დასენთან დაკავშირებული კომპანია ახლა უკვე 300 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას იწყებს. მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545,000 კვადრატულ მეტრზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. თუმცა არც ეს არის ყველაფერი. შაბათის ეთერის ინფორმაციით დასენების ფირმა კიდევ ერთი მშენებლობის წამოწყებას მთაწმინდის ფერდზე აპირებს. ნაუდეგი ვარ რა თქმა უნდა კი. ჯერ ეს ერთი გადაიუსება, მე იქ რაღაცა სკვერის გაკეთება შეიძლებოდა და მაგის მაგივრად კორპუსთან, რაც არა ადეკვატურია რა თქმა უნდა, თან მე გეოგრაფიულადაც არ არის რა, ოპტიმალური. მეტროპოლის დაინტერესებამდე ვერაზე ჭობელიძის ქუჩის ბოლოში ეს მიწა ებრაულ კომპანიას ეკუთვნოდა. მათ მშენებლობის ნებართვის მოპოვება ვერ შეძლეს. ისკო დასენის კომპანიის ქმედებებს თუ დავაკვირდებით, არალეგიტიმურ დეპუტატს უკვე უნდა ჰქონდეს ნებართვასთან დაკავშირებული გარანტიები, რადგან მიმდებარედ კერძო სახლების გამოსყიდვა წამოიწყო. ერთადერთი ვისი დაყოლიებაც ამ დრომდე ვერ შეძლო, ჭობელიძის 42 ნომერში მცხოვრები კერძო მესაკუთრეა. ეშინია ალბათ რა. რისი? რო ან მოატყუებენ ან რაღაცა. 217,471 კვადრატული მეტრი ფართობი. კორპუსების მაქსიმალური სიმაღლე 33 სართული და 119 მეტრი. ჯამში 71 შენობა. ეს უკვე ნინო წილოსანისა და მისი ოჯახის წევრების თანამფლობელობაში არსებული კომპანიების დეველოპერული გეგმებია. მერიაში წარდგენილი პროექტი თითუბის თავზე ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს. ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესის ლობირებას კი ერთი მორჩილი დეპუტატი ერთპარტიულ პარლამენტში ნამდვილად სჭირდება. ჩვეულებრივ შემთხვევაში ამ პროექტის დამტკიცება ვერ მოხდებოდა, ვერც საბჭოზე და არც მერია არ შეითანხმებდა ამ პროექტს, მაგრამ რა თქმა უნდა, იქ სადაც არსებობს კონკრეტული განსაკუთრებული პარტიული ინტერესი, ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა ხდება. დიდი მოგების მომტანი და შესაბამისად მიმზიდველი ბიზნეს საქმიანობა პარლამენტის კედლებშიც გადამდები აღმოჩნდა. გიორგი ბარვენაშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ფაქტობრივად კომოს ტბიდან მივიდა, შესაძლოა ახლა დეველოპმენტითაც დაინტერესდეს. შაბათის ეთერის მიერ მერიიდან მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ მისმა კუთვნილმა კომპანიამ ორთაჭალაში მტკვრის სანაპიროზე ნაკვეთების გაერთიანების პროცედურა დაიწყო. მითხრეს, რომ ეს იყიდეს, რომ კორპუსი არ აშენოს. ბარვენაშვილი სამშენებლო ბიზნესით დაინტერესების ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს. სხვა ბიზნესმენი პარლამენტარების მსგავსად ისიც ერწმუნება, რომ გადაწყვეტილებებს წილის დროებითი მმართველი მისგან დამოუკიდებლად იღებს. როდესაც შემოვედი პოლიტიკაში, ჩემ ბიზნესს გადავედი ჩემ პარტნიორს და მე მხოლოდ დივიდენდებს ვიღებ. შეიძლება ეგეთ რაღაც მოხდეს, ეხლა დეტალებში. თქვენ არ შეგითანხმებდნენ დეველოპერული ბიზნესის წამოწყებას თუ აპირებენ იმ ტერიტორიაზე? დეტალები არ და არ მგონია. ნუ რა ხან ნაკვეთების გაერთიანება მოხდა ფაქტია, რომ ხდება, ბევრი რაღაცები ხდება. 9 დეველოპერი ერთ-პარტიულ პარლამენტში. ეს მხოლოდ სამშენებლო ბიზნესთან გადაკვეთილი პოლიტიკური ინტერესებია. ოლიგარქის პარლამენტი კიდევ ბევრ სხვა სფეროში ფულის მშოვნელი ბიზნესმენითა და სპორტსმენითაა სავსე. არალეგიტიმურ საკანონმდებლო ორგანოში სანთლით საძებარი პოლიტიკოსები გახდნენ.